სახელით მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. უფლის მიერ საყვარელნო, აღვავლინეთ პარაკლისი ყოლაწმინდა ღვთისმშობლისა. ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო, ესე იწოდება ეს ხატი. სწორედ წმინდა გიორგის ხატიც არის ამ ხატზე დაბრძანებული და მოგეხსენებათ თბილხაშენ უფალოზე დაიდო და გამოვაბრძენოთ წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი, რომელსაც თქვენ ყველანი ემთხვევით. ესევე მინდა მოგახსენოთ წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ამდერძის საოცარი სიტყვებია. ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს. ეს სიტყვები წარმოთქმულია ჩვენი ერის ქრისტიანული ცხოვრების გზის დასაწყისში. თითქმის 14 საუკუნის შემდეგ კი წმინდა ილია მართალმა ამგვარად შეაფასა ქართველი ერის გზავნილი გზა. ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისი და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესთვისო. საქართველო სიზღურის ქრისტესთვის და თავისი ცხოვრებით ამოწევს ქრისტიანობას, რომლის სიმბოლოც ჯვარია. ქრისტესთვის თანგაწირულ ადამიანს მოწამე ქვია. მოწამის დაღვრილი სისხლი უსიტყვო არგუმენტია რწმენისა. ქრისტეს მორწმუნეანი მოციქულები არიან. შემდგომი დროის მოწამები აგზელებენ მოციქულებრივ ღვაწლს. წმინდა გიორგის ხანძღლივი და მრავალგვარი ტანჯვა სახეა საქართველოს ისტორიისა. ქართველი ერის ტანჯვას დიდხანს გრძელდებოდა. მრავალფეროვანი იყო ჩვენი უბედურებაც, ხოცვა, ჟლეტვა, გადასახლება, მშობლიური მიწის დაკარგვა, ტყვეება, წასხმა, დამცირება, ცილის წამება. დიდმოწამე გიორგი გამოხატულებაა ქართველი ერის მებრძოლი სულისა. ბორცბალზე ნაწამები წმინდა მხედარი უფალმა სასწაულებრივად განკურნა, ასევე ქართველი ერი თიშქოდა სასიკვდილო დაჭრი თის შეწენით აღდგებოდა ხოლმე. წმინდა გიორგის თაყვანისება საქართველოში მეოთხე საუკუნიდან იწყება. საქართველოს წმინდა გიორგის ქვეყანას გეორგიას უწოდებენ. ასე ნიკალთოელის მოწმობი წმინდა ნინო საქართველოს განმანათლებელი დიდმოწამების ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. ქრისტიან წმინდათა შორის წმინდა გიორგის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამას მოწმობს საქართველოში ეკლესიების უმეტესი ნაწილი, რომელიც წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, არ არსებობს ბოცვი და მაღალი გორა, რომელზედაც არ იდგეს წმინდა გიორგის ეკლესია. ეს ტაძრები აგებულია ქალაქებში, სოფლებში, კლდეებზე, მთის მწვერვალებზე და რთულად მოსასვლელ ადგილებში. ეკლესიები წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი ფრესკებითაა მოხატული. დიდმოწამის მიმართ ძლიერი თაყვანისება ერში ფართოდ გავრცელებული სახელით გიორგიათას გამოიხატება. წმინდა გიორგი ჩვენი სამშობლოს მფარველია. წმინდანი მუდამ შეეწეოდა ქართველებს მტრებთან უთანასწორო ბრძოლაში და თანაც ეს ხდებოდა როგორც ზეციური მხედრის უხილავი სულიერი დახმარებით, ასევე ხილური დახმარებითაც. დიდგორის ომის დროს მუსლიმანთა ჯარის წინააღმდეგ წმინდა გიორგი განცხადებულა და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა ქართველთა ლაშქარს და თქვით ურჯულო მტერიც ხედავდა და შიშისაგან ქრთოდა ამ სახილველით. წმინდა გიორგი განსაკუთრებით სიყვარულია ჩვენთვის, ვინაიდან იგი ჩვენი აღდგინების ხატიცაა. ხნე იყავ გიორგი, რამე თუ შენთანა ვარ. ჩაესმა მოწებეს ნუგეშაც უფლის ხმა, ეს ხმა ჩვენი ერის კურთნილებაცაა. ქართველმა ელმა როგორც სიდონიამ ყვართი, ისე ჩაიკრა გულში ქრისტეს სარწმუნოება, როგორც სიდონიას ვერანაირმა ძალამ ვერ გარმოართვა ხელიდან უდიდესი სიწმინდე. ასევე ვერანაირმა განსაცემმა ვერ უნდა განაშოროს ქართველმა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. თუ კი ქრისტეს მეორედ მოსვლამდე კიცად გვექნება გულში ყვართივით ჩაკრული ჭეშმარიტი სარწმუნოება, გვემახსოვრებას სახარებისეული სიბნელე, რომელმან დაითმინოს სრულია იგი ცხონდეს და გამხნევდეთ უფლის სიტყვებით, ხნე იყავ, მე შენთანა ვარ, ძანებს უფალი.
მაშინ ჩვენი ქვეყანა ლაზარე საქართველო მეორედ მოსვლის ჟამს მოისმენს უფლის სხვა სიტყვებს, რომელსაც დიდი ხანია ელის თითეული ქართველი. ლაზარე გამოვედ გარეთ. და როგორც 4 დღის მწარი ლაზარე აღადგინა მაცხოვრა, ისე აღადგენს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყირვერდს ქვეყანას საქართველოს. ამინ. უფლისმიერ საყვარელო, მინდა მოგახსენოთ ერთი რამ, რომ გამოვიდა მრავალეროვანი ბიბლია, აპოკალიფსი, მეხუთე თავი, გამოცხადება იოანესი და მისი განმარტებები. პარალელური ტექსტები წმინდა ექვთიმე ცატიმდეს ძველ ქართულ თაგონებთან დანართებია გამოცემით მოამზადა ედიშერ ჭელიძემ ეს ყველაფერი. და მე მინდა გითხრათ, რომ აქ არის საოცარი სიტყვები პავლე მოციქულისა, წმინდა კირილე იერუსალიმისა, წმინდა იოანე ოქროპირისა, იოანე დამასკელისა. რა მინდა გითხრათ, ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს აპოკალიფსი, ყველას უნდა ქონდეს განმარტებული თუ რა იძახის უფალი და რას გვეუბნება ამით უფალი, რას გვეუბნებიან მამები. ამითი და არა მარტო მამები, იოანე ოქროპირი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა უფალს. წარმოიდგინეთ რა მოხდა, როცა გააკრეს უფალი ჯვარზე, უფალმა უთხრა დედაკაცო მიმართა თავის დედას, ეს არის შენი შვილი იოანეს და იოანეს უთხრა რომ ეს არის შენი დედა. წარმოიდგინეთ მაცხოვრმა იოანეს ჩააბარა თავისი დედა და როგორ უყვარდა უფალს იოანე ღვთისმეტყველი და როგორ უყვარდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იოანე ღვთისმეტყველი და როგორ გამოირჩია უფალმა იოანე და როგორ დააწერია მას ეფესოში ეს სახარება, ეს აპოკალიფსი. აქ წერია ის, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, როგორ უნდა ცხონდეს ადამიანი, რომელსაც შეიყვარებს უფალს, არ ექნება უფალთან ურთიერთობა, არ ექნება უფალთან თავის სათნოება და სიყვარული ღმერთისა, ის ისჯება. აქ ყველაფერი აღწერილია, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. ასევე მინდა აქ არის ჩვენი ბერი ანდრია, რომელიც ქადაგება მოამზადა, ჩემი ქადაგება, თბილხარ შენ უფალოზე შეგელიათ რომ ეს ქადაგება 3 წუთი მიდის, მაგრამ აი სწორედ იქ არის. თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ადამიანება, დავეცით ამ პარტავნებით როგორ გავაკეთოთ, რუშობით დავეცით რა უნდა ქნათ, სულიწმინდის მადლით როგორ უნდა მოვიპოვოთ, იმიტომ რომ უფალმა ყოველივე უწყის. ჩვენი გულის ზრახვების უწყის, ყველაფერი უწყის. და როცა ჩვენ ვიძახით რომ უფალს უნდა შევეგებოთ, არავინ იცის ვის როდის გაიყვას უფალი, არავინ არ იცის ეს. ყოველ წუთში, ყოველ წამს ღმერთს უნდა ველოდებოდეთ, ისე უნდა ვიცხოვროთ როგორც ღმერთისთვის იქნება მოსაწყვილი და არა როგორც ჩვენთვის, არამედ როგორც უფლისთვის. ეს არის თავი და თავი, როგორც ქადაგებაში წინაში გითხარით, საოცრება, როცა 2005 წელს მისმა უწმინდესობა მითხრა რომ ჩემი ლოცვები, რომელიც არის შედგენილი, ისინი გამოეცი და ფილადელფიის ეკლესიაზე მინდა შენ იცოდე, რომ ფილადელფიის ეკლესია არის საქართველოს ეკლესია. და სწორედ აი აქ, როცა ამოიკითხავთ ამ იმაში განმარტება საქართველოს ეკლესიაზე, ეს არის საოცრება, არ ნახული. და რას იძახის ბოლოს, ანტიქრისტეს მოსვლის დროს დაგიცავ და გაგაბწყინებთო, საოცრებას მოგიხდენთო. აი სწორედ ეს არის გაბრწყინება, მაგრამ სამ მოვესწრებით ამას, ჩვენ თუ ვერ მოვესწრებით, ეს არ ვიცით. ყოველ წუთში, ყოველ წამს უნდა ვემზადებოდეთ უფალთან შესახვედრად, რათა ერთობით, ერთითა გულითა და ერთითა სულითა მარაჯამს ვადიდებდეთ, მამასა და ძესა და წმინდა სასულსა, ას და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. და აი სწორედ ეხლა დადგებიან მამები, ზეცქსხებენ და ემთხვევით წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს. ამინ.